მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს უნდა ვნახოთ მძიმეთა შაური მესამე სეზონის მეხუთე სერია. ამ ვიდეოს ვიწერ იმ წამს ახახანს დავასრულე მეოთხე სერიის ყურება და ეგრევე მეხუთეს რეაქტებას ვიწყებ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. ვიცი ყოველთვის ასე ვამბობ მძიმეთა შაურზე და ზოგადად სერიალების უმეტესობაზე, მაგრამ მძიმეთა შაური ისეთი სერიალია, საკმაოდ ისე დამაინტრიგებელ მომენტებზე რომ ასრულებ ხოლმე სერიალს. როგორც Attack on Titan ისე. თუმცა Attack on Titan-ს შედარებით უკეთესად გავიგებდა. მაგრამ ხო მე რთო ჩიმურას გავარა კურსას მინუში. Გეთს. კაი. სერიის სათაური არის მას როგორ რავი. როგორი კითხება რა მნიშვნელობს, მაგრამ გავიგებთ. ზოგადად მძიმეთა შაურს ძალიან ცნობილი სათაურები აქვს სერიებისთვის, არა? კაი, ბატონო, ნახოთ მძიმეთა შაური. ეს არის სეზონის მეხუთე სერია, 3-2-1 დავიწყეთ. ბევრი არაფერი ვაპარაკე დასაწყისში, იმიტომ რომ მე ფხიზლად ვარ. რა? მოწევო? ისეთი აღარ ხარ, სხვანაირად მახსოვდი სკოლიდან. სულ სხვანაირი. რა? კაცა, ხო ნამდვილად ეგ სერია ჭირდება. კაცა. საერთოდ აქვს ვულს ძმაო, აქ 7000-იც არ არის, გაიგე? ესაა სულ რაც გამაჩნია. ბარი გახარ ბოლოს და ბოლოს. იყიდე ეგ ფურგონი. ხვალიდან ვიწყებ. მიდი გოგონი, მიდი. რა ჭირდება ხდება? აბსოლუტურად ღმერთო. იო, ჯესი, ამ ორ ლამაზმანსაც უნდა მონაწილეობის მიღება. დაგვაფინანსებ? მეგონი არასწორი სერია ჩავთე. ეი, გოგონებო, გინდათ ჩემი მსუქანი გოჭი გაიცნოთ? მოდით აქ. დროზე. ახლა დავწვირო ამის რეცენზიურებისთვის კაი ხანი დაჭირდება. იაფიანი ბანძობა არა, ძვირიანი მინდა. Don Perry. 400 ღირს ერთი ბოთლი. მაგ შემთხვევაში 2 ბოთლს მივირთმევ. მერთო ჯესი. ხო, კიდე მაღალი თხელი ჭიქები მინდა. მაგრამ მომწონს თხელი ჭიქები. James Bond-ი. ეგეთებიდან სვავს, კი, ნაბიჭრებო. აი ამაზე ვამბობ. ჯესი, უნდა გკითხო. საიდან გავწევინე ეს. დიდი მისკინი პიტი, ის კომბო. ყველაზე გადაობა რა არის გაინტერესებ? რა არის? ეს წარსულია, გოგონებია. თავისი ხელით მომცა. რა? თვითონ მომცა, მთელი ცხოვრების დანაზოგია. დიდრულად ცხოვრობთ, ძმებო. გილოცავთ. ახლა თუ შეიძლება ეს ცხოვრება მობაშორეთ, მეზარება ამდენი ცენზურება. არ ვიცი, შეიძლება პრობლემა მქონდეს, მაგრამ შევეცდები პირველად ცენზურების გარეშე ჩავწვავ, ანუ ცენზურების გარეშე დავდო. მაგრამ სავარაუდოდ სტრაიქს ავიღე. ანუ ხო, მოგონებებია. მადლობა. არასწორი სერია არ ჩამის თავს ბედნიერება. მადლობა. ძალიან მაგარი იყო. ძალიან დათველი თუ, ყველა.
გნახავთ. აუ, ძმაო, იმენა დაბრედილი ვარ. სულ დამრჩა, აუ, ჯანდაბა. სულ 1400 დამრჩა. ვაფლის სახლი? კი. არა, ძმაო. ბებრის ფულით ფურგუნი უნდა მეყიდა. ფურგუნი სერიოზულად ვოლტბა ფული მისცაო. აი იმისთვის. დაიკიდე მოკლედ. ღმერთო. ქალაქის დატოვება მომიწევს. ან სახელის შეცვლა, ან რა ვიცი. ეს ტიპი მაშანტაჟებს. იმენა კრიმინალებით აზროვნებს. მე კარგად. ესე იგი. მე გიშოვი ძმაო. უეჭველი დაგითრევ ფურგონს. არა, დღეს მჭირდება. იმენა ახლა. რა პრობლემაა, წავედით. შენ ამბობ, რომ დილის 6 საათზე 1400-ად ფურგონს მიშოვი? ესეც ფურგონის საინტერესოა. ჯესის მოგონებებით ვიწყებ და ვოლტბების წაფული ფურგონის საკითხად. ეს რაღაც ახალია. ძველია, მაგრამ ჩვენთვის ახალია. დაითრიე. ხელის მოწერა ან რამე არაა საჭირო. არა, ხელის მოწერის გარეშე მოყომარებული თემაა რა. სასიამოვნო იყო შენთან საქმიანი ურთიერთობა. წავედით. უნდა წავიდეთ. რა? მართლა, გაიყვანე ფურგუნი. და რაღაცას დაიკარგება. ჯესი, დიდი მანქანის დარება ეგეთი მარტივი არაა. როგორც ჩანს დაამყარა. გახმოვანებულია აჭარა net.com-ის მიერ. თელი სერია წარსულზე გვექნება? არა. ღმერთო ჩემო. ვგიჟდები ამ იატაკზე. კარგაცო. ფანტასტიკური გრძნობაა. შეგიძლია ტემპერატურა აკონტროლო? კი. გადასართველი მანდვე უნდა იყოს. თერმოსტატია. მე მგონი ეს ყველაზე მაგარი გამოგონებაა მსოფლიოში. ვიცი, გამყიდველმა შემაბა მეყიდა. ექსტრავაგანტული ჩანდა. მაგრამ ხო ხედავ, რომ გამოცდი ვეღარ ეშვები. ამ ჩანთაში ხომ ვერასდროს ვერაფერს ვუყურებ. არ ვიცი, სიტყვები არ ყოფნის იმის აღსაწერად, რომ რამდენად არ გოგზავს სკაილერის და ტედის ურთიერთობები. იმ ბაჩილი არა, რომ ცუდი ურთიერთობები აქვთ, იმ ბაჩი რომ მე არ გოგზავს, რომ ასეთი ურთიერთობები აქვთ. ანუ მე მყავს საყვარელი პერსონაჟები და პერსონაჟები, რომლებიც უბრალოდ ჩვეულებრივად გოგზავს, როგორც დინიპიტი, კომბო, ახვი. რა თქმა უნდა. აი ტედი ერთ-ერთი მათგანი არაა. მამა. ხო. უიმე. დედა კითხულობს. ჩამოხვალ სადილზე. კი, მოვალ მალე. საერთოდ არ მისმენ, არ ვიცი. კი, აბა ვითომ არ იცით.
რა თქვი? ტელეფონი მომეცი. ჩემს ზურგს უკან არანაირი გარიგება არ გაგიკეთებია? მართალია არ გამიკეთებია. შუქნიშანთან ვიყავი გაჩერებული ჩემთვის. არაფერს ვაშავებდი, როცა ერთმა კაცმა უფრო სწორად მართლა ჩანთა შემოგვიდა პანჯარაში. მოკლედ, კიდია ძმაო, ჩემი ვალი გაქვს. შენი ვალი მაქვს? არანაირი ვალი არ მაქვს და ამ ყველაფერში გავერკვევი. მენდე კენდი. ნუ არა. საბო მაგარი ამ წუთაში ჯესი მართალია. თუ გინდა რომ დაანებოს საქმეს თავი, და დაანებოს საქმეს თავი, რაც ფული არ არის შენი. შენეს მაინც გააკეთე. იმიტომ რომ მე არასდროს არ მithქვამს, არ მოვხარშავთქო. მარტო შენი არა, ჩვენი ფორმულა. პრინციპში მართალია. მარტო არ ქონია. ერთი ის ვიცი რომ მე თანხის ნახევარი მივიღე და მეორე ნახევარი შენ გაქვს. მართალია, ვოკოთ ხოლმე საქმეს თავს დაანებებდა. ვამწვავებ იცი რა, აგერ ეს გაამწვავეთ რა. ჩემი მეთი და ჩემი ფული ერთკაციანი ქარხანა ვიქნები. ამ ფურგონს კიდევ ვამუშავებ 24. კარგად ვრცელდებოდეთ. ეს ჰენკია? თუ ის სოლის კაცია? ჰენკია? ყველაფერი ჩაკეტილია. არ ჩანს არა. იბოვა, ფურგონი. ვერაფერს ვერ გძნობ. ვერც სუნს, ვერც ნარჩენებს ხედავ და ვერც კვამს. აქ არავინ ხარშავს, იქნებ ემზადებიან. შიგნით რაღაც ხმაური მომესმა. ან სხვა ფურგონი იბოვა, ხო? ხალხის ორდერით დავბრუნდეთ. არ მინდა ამ თესლს თვალი მოვაშორო. რა თქმა უნდა. რაიმე გზა უნდა მოვძებნოთ. რაიმე გზა უნდა იყოს. უნდა იყოს რაიმე გზა. ეი, რა შვები? არა, მე მგონი სხვა ფურგონია. ჩაძვე. არა. რა ჯანდაბას აკეთებს ახურავზე? ვინ ხარ შემძრეველო? ვაუ. დაბრუნდი ტრაილერებში ყველაფერი რიგზეა. ომის ვეტერანია, კაი ტიპია. კიდევ ორი შევამოწმოთ და დავასრულოთ დღეისთვის, რა სიტყვი? კიდევ ორი. ვერა, სახლში უნდა დავბრუნდე. რა იყო შენი ცოლის ჩანთაში დაგჭა ყვერები თუ რა ხდება? ვაუ, ჰენ. უნდა ჩავლაგდე. სადმე იმგზავრები? სამსხვილდან მიდის? ტეხასში. გასაგებია. Salome, Hank. Hank? Hank. ისე, кайხანია მერი არ გვინდა. ნახვით გვინახავს, მაგრამ
კაი ხანია, დიდი დრო არ დაგვირთმია. მერისთვის. შეიძლება შემოვიდე. სალამი პატარა. რამდენიმე წამით ჩდება ხოლმე სერიებში. როგორ ჩაიარა გუშინდელმა ღამემ? კარგად. დაიჭირეთ ცუდი ბიჭები. ვერა. საუზმე მოგიმზადო? არა. მე უკან ბრუნდები ისე. ეხლა? მთელი ღამე მუშაობდი. ცოტა დაგეძინა მაინც, ჰენკ. ის ბურგონები არ საწავლე. მაგეებით დასასვენებლადაც დადიან, მაგრამ იცოდი? ხო იცი რასაც ვთქვი. მარის არ დაუწეხე. ბლანკას ველაპარაკე. მითხრა რომ სტივენი ელპასოში მიდის. ხო. უბრალოდ მაინტერესებდა შენ რას ფიქრობ ამაზე. მე უარი ვუთხარი წასვლაზე. მორჩა ამაზე ლაპარაკი. კარგია, კარგი. ღმერთო ძლივს მომეშვა. აქ მჭირდება ყოფნა. ძალიან ღრმად ვარ გასული ამ გამოძიებაში. ორივეს ერთად ვიზამდი ხო და სუბიექტური გადაწყვეტილება მივიღე. ხომ იცი რომ ჩემთვის ყველაფრის მოყოლა შეგიძლია? არა, აუცილებელი ყველაფერი მარტომ განიცადე. შენ მე მეკითხები ხოლმე, რომელი ტყვიისაგან დამზადებული გულსაკიდი უნდა ჩაასვა პაციენტს. მე გადაწყვეტილება მიღებულია, არაფერს არ განვიცდი, ჩემს საქმეს ვაკეთებ. მე მინდა ვიცი. ბინა ჯორჯთაუნში, ვიცი. თუ დამაცდიდი იმის თქმა მინდოდა რომ მინდა მეც ვიყო ამ ყველაფრის ნაწილი. მხოლოდ ესა. ჩემ კარიერაზე ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად მიდის. არ გინდოდა ხომ წასვლა? არ გადანაშაულებ, უბრალოდ სამსახურში არ გაგვიანდება? იმის შემდეგ რაც მოხდა, გასაგებია რომ არ გინდა დაბრუნება. აქ მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აი ახლა. და მექსიკა აქ არაფერ შუაშია და ვიღაცას ამაში ეჭვიეპარება. აქ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებ. და უაზრო დადანაშაულებების გარდა არაფერს ვღებულობ. რა ყველას გონია რომ აქ მძრევისმეც არაფერს ვაკეთებ? მეგონოთ. მაგრამ მე რაღაც მნიშვნელოვანს ჩავეჭიდე. გესმის? ნამდვილად ექსიმერთია. ჰენკი საკმაოდ აგრესიული გახდა მესამე სეზონში. ოპა. გეტყვი მე რასაც ვფიქრობ. გასის გეკეთებია. სათქო არა რომ ისევ ხარშვა დავიწყო. ადვილად მისახვედრია. რატომ ფიქრობ ასე? კარგი რა. არ მჯერა რომ ნარკომანს აიყვანდი სამუშაოდ. რა თქმა უნდა. ჯესი პიკმენს. ახლა ეს უფრო ლოგიკურიცაა. თუ არა. აქამდე თავდება დედექი სიტყვაზე გენდე. არა. მოდი აგიხსნი, მოდი ძალიან გარკვევით აგიხსნი. ჯესის შეეძლო მუშაობა ჩემი ზედამხედველობის ქვეშ. და მარტო მას ანდო მთელი საქმე უკვე სხვა ამბავია. საუკეთესო შემთხვევაშიც კი საშუალოზე კარგი პროდუქტი არ გამოვა. მე მითხრეს რომ მისი პროდუქტის ხარისხი ასე თუ ისე აკმაყოფილებს მოლოდინებს. ასე თუ ისე. მაგრამ არა ისე როგორც საერთო პროდუქტის. ვოლტის პროდუქტის. ესე იგი ამბობ რომ ხარისხს დაწევ დაბლა. მაგრამ შენ ამას არასოდეს გააკეთებ. ხარისხს დაბლა არ წევ. ანუ სხვა რადასკვნა გამოვიტანო აქედან. შენ გონია რომ ეგოიზმის გამორჩეული გრძნობა გამიჩნდა. ჩემს ფორმულასთან დაკავშირებით. ან რამე დამატებული სიამაყის გრძნობა. სავარაუდოდ, ალბათ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩემზე ზემოქმედებს. გონებას მიბინდავს. და ასე არაა? რა თქმა უნდა არა. მე უბრალოდ ქიმიას ვცემ პატივს. ქიმიას პატივი უნდა სცემ. ბოდიშს გიხდი გულახდილობისთვის. წამოხვალ ჩემთან ერთად. რაღაც მინდა განახო. საინტერესოა.
დიახ, ყველაფერი რიგზეა? ერთი მთლიანი ბოთლი დალია, მაგრამ თითქოს ისევ შიოდა, მერე ჩაეძინა. მაგრამ ვფიქრობდი კიდევ ერთი ბოთლი ხომ არ დავალევინო, რომ გაიღვიძებს. კი, რა თქმა უნდა, გაასუქე ბავშვი. კარგი. სულ ეს იყო? რა? შენ სათხარ სამსახურში? ხო, სამსახურში ვარ. მალე მორჩები ალბათ. კარგი? ხო, მეცი როგორ მიყვარს ჩემი პატარა. შემდეგი 18 წლის მანძილზე სულ ჩემთან შეგიძლია დატოვო. შემდეგი 18 წლის მანძილზე. მადლობა, მარი. ნამდვილად კარგად ხარ? შეატყო რომ ცუდად არის ჰენკთან ლაპარაკის მერე. ჰენკი? რა მოხდა? არ ვიცი. როგორ ველაპარაკო? აღარ ვიცი რა უთხრა, არ ვიცი რა. ელპასოს შემდეგ, იმის შემდეგ. ან შეიძლება მანამდეც. ხო. ღმერთმა იცის რა გადაიტანა იქ. მის თვალწინ აფეთქება ყველგან სისხლი იყო და წინა კვირას ელპასოდან უთხრეს, რომ მისი დაბრუნება უნდოდათ. ხო. ის არ მიდის, სტივ გომეზი მიდის მის მაგივრად. და არ ვიცი რა ვიფიქრო ამაზე. აქ უფრო უსაფრთხოდ იქნება, რა? რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ მინდა იყოს, მაგრამ არ ვიცი თვითონ რა უნდა, არ მელაპარაკება. სახლშიც იშვიათად მოდის. მთელი დღე და ღამე მუშაობს, არც ჭამს, არც მელაპარაკება. თითქოს რაღაც ხნის შიგნით ძალიან შეიცვალა, ისეთი აღარაა. სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვათ სulis ადამიანს. ალბათ ამის ბრალია რა? ალბათ შენ შეამჩნია ვოლტში რაიმე ცვლილება. კი. ვაუ. მე რიცოდაა. მე მართლაც ვცდილობს რომ თავს ქმარი რავი სკაინის ვცდილობ ერთ პერიოდში რომ უგეთესისკენ შეეცვალა, მაგრამ მოგძა მე რომ ვცდილობს სკაინერი მარტივად დანებდა. საიდუმლო შესასვლელის საიდუმლო ოთახები ეს რა არის? შენი ახალი ლაბორატორია. ახალი ლაბორატორია. ნაგავო ნამუსო ხულიკო. როგორ აღავს ნახეთ? ღმერთო ჩემო. თორიუმის ჟანგი. კატალიზატორის შემადგენლობაში.
ქიმიური რეაქტორის ზომას შეხედე. ალბათ 1200 ლიტრი ჩაეტევა. საიდან იცოდი რა რისთვის იყო საჭირო? საუკეთესო დამხმარე მყავდა, რომელიც შენს გეყოლება. ჯესი? ძალიან სერიოზული დაგეგმარება დასჭირდება ამ ყველაფერს. ამჩნევ. ზემოთ რომ სამრეცხაოა უკვე დიდი ხანია ჩემ მფლობელობაშია. ყოველ კვირას დიდი რაოდენობით ქიმიკატებს ვიღებ. სარეცხი ფხვნილი და ასე შემდეგ. ვერაფერს საეჭვოს ვერ გვიპოვიან. მომუშავე პერსონალი, კარგად გაწვრთნილი და სანდოა. ფილტრაციის სისტემა ხელოვნების ნიმუშია. უსუნო, სუფთა, ორთქლის გარდა არაფერს გამოიმუშავებს, როგორც სამრეცხაო შვება. იმავე მილებით. კვირაში 90 კილოგრამი მჭირდება, რომ ინვესტიციამ გაამართლოს. სამუშაო საათები შენ თვითონ შეგიძლია განსაზღვრო, რა თქმა უნდა. მოდი და წადი, როცა გაგიხარდება. თავარია გეგმა შესრულდეს. კაი. რასიზმოთ. წუხარ. მაინც უარი უნდა გითხრა. ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. და კიდევ ერთს ვერ დავამატე. რატომ მიიღე იქ გადაწყვეტილებები? ჩემი ოჯახის საკეთილდღეობა. ამ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილებები მიგიღია. რა არის მამაკაცის მოვალეობა, ვოლტერ? ოჯახის უზრუნველყოფა. ამ გადაწყვეტილებებმა დამაკარგინა ოჯახი. როდესაც გყავს შვილები, ესე იგი გყავს ოჯახიც. ისინი ყოველთვის შენი პრიორიტეტები არიან. შენი პასუხისმგებლობა. და მამაკაცი უზრუნველყოფს. და ამას მაინც აკეთებს იმის მიუხედავად თუ არ აფასებენ. არ სცემენ პატივს. ან არ უყვართ. ის უბრალოდ ამ ყველაფერს იტანს და ამას აკეთებს. იმიტომ რომ ის მამაკაცია. აი საინტერესოა გასდევნა ეს პერსონაჟი ხდება. თავისი არის შანსი რომ სადმე წავიხემსოთ. საკმაოდ კარგი ტაილანდური სამზარეულოა აქვე კუთხეში. სახლში ვარ წასასვლელი. კარგი. სხვა დროს იყოს მაშინ. მან მითხრა იაპონური სოიოს ხაჭო ვჭამეთო. მოკლედ მაინც საყვარელია. ძალიან გემრიელი ვახშამია. შეიძლება გავიდე? რომ იმიცადინო თუ რომ მითამაშო? ორივეს ერთად კეთება შემიძლია. ჩემ დაიხარ. მიყვარს ხოლმე ბეცედინებასთან ერთად მუსიკების მოსმენა. და ეს ხერხულია.
გინდა აიყვანო. ხო. ეს კაია. დაფიქრდი სკაილერ. იქნებ ვიხდე რომ დიდი შეცდომა დავუშვი. ყოველთვის ამასვლა მოდის სკაილერი რაღაც უარეს საკეთებს ხოლმე და მე მგონი დრო დავჩვიდე. ეს კეთესვიები. აჩქარებული. რამე ინფორმაცია მომაწოდე. სახლის უკანა მხარეს მიდუღებული? ელეგანტურია. კაი. კაი, მადლობა. ჯენის. ეგ ბოლო იყო. აა მაპატია ჰენკ, ამაზე მეტი ინფორმაცია არ მიმიღია საპატრულოსგან. სულ 22 ასეთი ფურგონია ნიუ-მექსიკოში. შეგიძლია კიდევ შეამოწმო. ეხლა? წვეულების მერე რომ ვქნა არა? ჯენის მე ჩიხში ვარ მოქცეული. კარგი. შევამოწმე. ოჯახის წევრივით ვარ იქ, ყველაფერი კარგადაა. კომი? ხო. ბუდის დატოვების დრო მოვიდა, ხო? შესაფერისი კაცი ხარ მაგ სამსახურისთვის. შენ ენაზე მაინც ილაპარაკებ ხოლმე. გინდა გაიგო როგორ ამბობენ წაიკუზეს ესპანურად. ვაუ. ძალიანაც ნუ გაუშინაურდები, კარგი? ხო. აიღე შენს მტერს რომ იცნობდე. სიკეთისთვის იბრძოლე ძმაო. ვიბრძოლე. სასმელები ვის აქვს? ტორტი. გაამართლა შენმა ინტუიციამ. კიდევ ერთი ფურგონი. ოპა. საპატრულოში თქვეს რომ რეგისტრაცია არ განუახლებიათ. მე მიხვდნენ რომ არც განადგურებულად გაუფორმებიათ. პოლიციის ანგარიშიც არ აქვთ. გაიგო ხარ. Sure. What this is. Tu ara. Დაიცა. მოიცა რა სიპოვის ახლა. ფულსიპოვის არა. ფული. და იღებს სერიოზულად
არა მე თვითონაც არ იცი ვიცი რა ჯანდაბას ვაკეთებ. ხვდებით თითქოს პარალიზებული ვარ. გონია რომ ერთი ნაბიჯი რომ გადავდგა რომელიმე მიმართულებით შთამბეჭდავ შეცდომას დავუშვა. ხმერთო, ერთ ჭიქაღვინას დავლევდი ახლა სიემოვნებით. თქვენ არ უკაცრავად. დაივიწყეთ. ხო და ბოლო ინფორმაცია ისაა რომ წევარ ჩემ უფროსთან და არ ვიცი რატომ. ვაუ არ ვიცი რატომ ტყუილია. მე ვიცი რატომაც წევარ მასთან. საყვარელი ბიჭია. კარგი პიროვნებაა. ისე რა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ოდესმე როგორღაც რამე გამოგვივა და მე ამის მჯერა, მაგრამ მთელი ჩემი ოჯახი მხედავს მე როგორც ჩემი საკუთარი და მისი ქმარი, ჩემი თინეიჯერი ვაჟი ბოსს მეძახის. და თქვენ მეუბნებით რომ სიმართლე ვუთხრა. მამამისზე მოუყვე. მაგრამ არ შემიძლია. ნუ სკაინერი ერთი კარგი თვისება და აქვს ეს კაცი რომელსაც კარგი დედა ხო ხვდები? იმის მიუხედავად რომ ვიცი რომ ეს არ არის რამდენიც შეიძლება სულის თქვა სკაინერზე მაგრამ იმას ვერ ეთქვი რომ სული დედაა ვოლტმა მიმატოვოს. მაგრამ ეს არის ერთადერთი რაღაც მთელი დღის განმავლობაში რა დროსაც არ გვგრძნობ რომ თითქოს ვიცირები. ესე იგი მან იცის ამ კაცის შესახებ. ანუ ის განქორწინებას ხელს მოაწერს? არა ვოლტი ამბობს რომ ის არსად წასვლას არ აპირებს, ესე რომ საკმაოდ კარგი გამბიტი გამოვიდა ჩემი მხრიდან. გენიალური. სხვა კაცთან დაწვა და ახლა რაც უნდოდა ვოლტის გაცილება ის არ გამოვიდა. ფულს სახლში ინახავს. თქვენი ქმარი? ნარკომოვაჭრე? რამდენ ფულს? არ დამითვლია, ძიმია ის ჩანთა, სადაც ინახავს. ბევრი ფულს. ჩემ ნებართვას ითხოვს რომ დახარჯოთ ეს ფული. არა, ღმერთო, უბრალოდ ხო ხვდებით მე ვცდილობ რომ ამაზე ვისაუბრო სულ ესა. მოდი ვთქვათ რომ მე ღმერთოს რაღაც სისულელეში დახარჯავს იმ ფულს ხო? ვიდრე ჩვეულებრივი თერაპევტი. აქ არაფერი ამაზე. არა. მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ისტორია გვაქვს. ის ჩემი შვილების მამაა. და შეიძლება რაც მან გააკეთა, მან ოჯახისთვის გააკეთა, ხო? იცით რას გეტყვით? ეს არანორმალურად დიდი დოზის ნაგავია. ხო. კარგი. შევეცდები რაც შეიძლება მარტივად აგიხსნათ. სულელი იქნებით თუ კიდევ ერთი წუთითაც დარჩებით მაგ სახლში. ვაუ. თუ თქვენი ქმარი არ მიდის, თქვენ წადით. თქვენ ახლა ამ ფაქტის შემდეგ ვოლტიც რას წაყვება რომ? თქვენმა შვილებმა შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ. რაც გაგაჩნიათ, გესმით? ყველაფერი იმის დამსახურებით, რომ უარს ამბობთ გაშორდეთ ამ კრიმინალს. სკაინერი უარს არ ამბობს. ეხლა ხომ ხართ მისი მეუღლე? არ გითხრათ ახლა რომ სკაინერი გადაწყვეტს რომ ფულის აქ დატოვება არ შეიძლება და რამეს ისებს დახარჯავს სულელეში ან დაწვავს რაც ჯობია არ მოხდეს. ფული არ არის.
ოპა. ხელი გვაწერა. всё. ახლა უკვე გაცილებული არიან. მოდი კიდევ ერთხელ გავიაროთ, განსაკუთრებით ის მომენტი, როდესაც მე ვლაპარაკობ და შენ ჩუმად ხარ. არ ვიქნები ჩუმად, ბევრ რამეს ვიტყვი. რა ვილაპარაკეთ სიტუაციის დაძაბვაზე? ვინ გიცავს აქ? მე, კარგი? მე მივხედავ ყველაფერს. რა წესებს იცავ ფხიზლად რომ იყო? რას გულისხმობ? დამაწნარებლის მიღება შეგიძლია, იმიტომ რომ უჯრას ავსე მაქვს მაგეებით. ჩემი ქიროპრაქტიკოსი მაძლევს ვიეტნამელი. მეტრანახევრიანი. მას წესრიგში მოყავხარ სანამ არ გაასხავ. კიმ ნუ სუენგი ჰქვია. ისეთივე ტკბილია როგორც მისი სახელი. სავიზიტო ბარაც მოგცა. ერთი მაგის დედაც წავედი. ის აქ არის. შემოუშვი. ესეც შენი. გამარჯობა ვოლტ. მიხარია შენი დანახვა. გთხოვ დაბრძანდი აქ. თქვენს დაბრძანდით ბატონო პიკმენ. გაიქეთ ბატონო პიკმენ. დააგვიანე. ბატონებო, იმედი მაქვს შეთანხმებას მივახცევთ. ყოველთვის არსებობს გზა, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს. ეს ახალგაზრდა ყმაწვილი მზადაა შემოგთავაზოთ საკმაოდ სარფიანი გარიგება. საპასუხოდ არაფრის გაკეთებაში. მართლა 10% მისი სახიფათო წამოწყების ყველა სამომავლო მოგებიდან. ეს ის ფულია, რომელსაც მხოლოდ საფოსტო ყუთამდე მისვლაში აიღებ. მიიღე ეს როგორც პატივისცემის ნიშანი შენი წვლილისთვის, რომელიც ამ ბიზნესის განვითარებაში მიიგიწვის. დარწმუნებული ვარ დამეთანხმები, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა. ეს მოწყალებაა, მეტი არაფერი. მე ვაკეთებ ყველა საქმეს. ის კი ზის გასიებული ტრაკით და განიკითხავს ხალხს. ძაბავ სიტუაციას. გაჩერდი. სერიოზულად. ესეც ასე. კიდევ ერთი პატარა დეტალია. ჩვენი საერთო მეგობრის შეცდომა, როდესაც მან ჯესის მოგების ნახევარი გადაგიხადა. ალბათ ვერ მიხვდა, რომ თქვენ ორი ერთად მუშაობას არ აპირებთ. აიღე ეს ფული. შენ გეკუთვნის. ეს კარგია. აბა რა, მე მეკუთვნის. ვიცოდი, რომ თქვენი იმედი შეიძლებოდა მქონოდა, რომ კარგად მოიქცეოდით, ბიჭებო. ლამის ცრემლი მომადგეს. ისი ამოვნე, აზრიანად დახარჯე. ეს ბოლო ფულია, რასაც ამ ბიზნესში გააკეთე. ეგრეთ შენ ფეხებს უნდა ნიშნავდეს. არ მსიამოვნებს ცუდი ამბავი, რომ უნდა გითხრა ჯესი, მაგრამ ჩვენი საერთო მეგობარი. მხოლოდ იმისთვის გიყენებდა შენ, რომ მე დავებრუნებინე. რეებს ლაპარაკობ. მოკლედ მას სჭირდება ადამიანი, ვისაც გამოცდილება აქვს. ადამიანი, რომელმაც იცის, რას აკეთებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა სკაილერი რაღაცას უზავს ფულს და მაგის გამო დაუბრუნდება ვოლტი ბიზნესს? ხო. ეგრევე უნდა როგორ გააკეთო? ჩამოგიყალიბო? მე მიმიღეს. შენ გაკიშვეს. დაიცადე, დამელოდე. რა შემოგთავაზა, შეგიძლია მითხრა? 3 მილიონი. ამი უკვე. სამუშაოსთვის. გამიტანე. გათეთრება დაგჭირდება, რა თქმა უნდა. რა გარიგება გქონდა ჩვენ? 17%. ეს ძალიან ბევრია. მოდით 15-ზე შევთანხმდეთ. კარგი დამრგვალებული ციფრია. 5%. 14 სამართლიანია, 5, 13, 5, 12 ძველი ნაცნობობის ხარჯზე. 5. კეთილგონიერი ადამიანი ვარ. მოკლევადიანი გარიგებაა. 10-ზე შევთანხმდეთ, მეტი ქვემოთ რომ ჩავიდე საკუთარ თავს პატივს ვეღარცებ. 5. რა ჯანდაბა მოხდა ახლა? შენ ჩემი ადვოკატი ხარ და არა მისი. ცხოვრება ასეთია, შვილო. ყველაფერს გამარჯვებულია. შენ გონია ამის გამო ხარშვა შეწყვეტ. რაც კიდე ის მოხარშე. თუ ეს შენი ჩილის წიწაკა იქნება ან სხვა მსგავსი ნაგავი, მაგრამ არც იფიქრო ჩემი ფორმულის გამოყენება. სადე და შემაჩერე. ბოზო. სადე და შეაჩერე. ვა, საინტერესოა. ჯესი. Расширь. ახლა შობს მოხიო მაკიდან სანამ ბოტმა დაინახა. აუჩ.
დიახ, გამარჯობა, ქალბატონი ორტეგა ბრძანდები. დიახ. გამარჯობა, მე ჰენკ შრეიდერი ვარ ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებიდან. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ფურგონით, რომელიც თქვენ სახელზეა და მისამართზე დარეგისტრირებული. თქვენ გყავთ ფურგონი? მყავდა. თვეების წინ მოიპარეს. მოიპარეს. კარგი, მაშინ მიგვირს, რატომ არ განაცხადეთ ამის შესახებ პოლიციაში? არ მინახავს არსად თქვენი განაცხადი, რომ ფურგონი მოგპარეს. რაღაც თავი ვერ მოვაბე. შეიძლება გკითხოთ რატომ? მშვენიერი საშუალებაა ოჯახის შესაკრებად, ხელმისაწვდომი დასვენების მოსაწყობად. თქვენ ალბათ ძალიან გეწყინათ, როდესაც გაიტაცეს. დიახ. გააქვთ იდეა, ვის შეიძლება და მოეპარა? არ მინდოდა რომ ის დაეპატიმრებინათ. ცუდ წრეში ტრიალებდა, მაგრამ არასდროს ყოფილა ცუდი პიროვნება. მეგონა ცხოვრების შემოტრიალება შეეძლო. ვისზე საუბრობთ, ქალბატონო ორტეგა? ჩემს ვაჟზე. მასთან საუბარს ვისურვებდი. გარდაიცვალა 2 თვის წინ ჩაწერილეს. რა ერქვა თქვენს ვაჟს? კრისტიანი. კრისტიან ორტეგა. ზედმეტ სახელად კომბო? მადლობა ყველაფრისათვის. გახმოვანებულია აჭარა net.com-ის მიერ. ახლა ფოტოს ნახავს ჯესისთან ერთად? კი. ოპა. გიტაკლებო. ესე იგი ეს იყო მძიმე დანაშაული. მესამე სეზონის მეხუთე სერია. კაი სერია იყო, კაი. ჰენკმა მიაგნო ფურგონის, ფურგონის ფლობელს, ოფიონ ფლობელს ჯერ არ იცის ჯესისა და არის, ჯერ არ იცის ფურგონისა და არის, თუმცა ჯესი ახლა გააგრძელებს, რა თქმა უნდა, ამ საქმეს და სავარაუდოდ ჰენკი უკვე მალე მიაგნებს ფურგონს. მაგრამ ხო, ჯესის ფოტო ნახა, ახლა იცის, რომ ჯესი და კომბო ახლობლები იყვნენ, მეგობრები იყვნენ. კარგი. ჰენკს და მერის ცოტა დაეძაბათ ურთიერთობა სამწუხაროდ, მაგრამ არ ვიცი. სერიოზულად, მთელი მესამე სეზონი, რაც დავიწყეთ, ძირითადად ცოლ-ქმარს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე. ჯეს კაი და მოლტი, ახლა ჰენკი და მერი, არ ვიცი. ძალიან დიდ დროს უთმობენ ოჯახის თემას. პირველ სეზონში დიდ დროს უთმობდნენ ვოლტის ოჯახის საკითხებს. მეორე სეზონში ცოტა მოუკლეს ნაკლებად. ფინალში მოუმოდეს ცოტა სკაილერმა, როცა იფეთქა. და შუაერთშიც ორი ტელეფონის გამო. ვოლტს რო ვითომ ფულის მდგომარეობა ჰქონდა. მაგრამ მესამეში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, დიდხანს უსვამენ ამ თემასთან. მაინტერესებს რითი დამთავრდება. ჰენკი და მერის სავარაუდოდ, ჰენკს და მერის სავარაუდოდ ისეთი მდგომარეობა ექნებათ, როგორც პირველ სეზონში. უკეთესი. სკაილერზე და ვოლტზე რა თქვა, არ ვიცი. თითქოს დაუკეთესი, მაგრამ არ ვიცი, ყველაფერი უმეტესობად, 80%-ით იმაზე მიუთითებს, რომ არა. რაც ცუდია, მაგრამ ის ვიზავთ. რა თქვა? ჯესის ამბავი ხო, ვოლტი სწორად მოიქცა მაშინ ფული რომ მისცა, მაგრამ ის რომ
მთლიანად დატოვები მაგ ბიზნესის გარეშე, ეს უკვე ცუდია. არც ხალხი ყავს ახლა, რომ ადრე როგორც აკეთებდა, ისე გააკეთოს თახვი და კომბო და სკინიფიტი რო ყავდა. ვეღარ გაყიდის მეც, მაგრამ იმეთი, ანუ როგორმე, არ ვიცი როგორ, მაგრამ როგორმე უნდა გაერთიანონ ისე ჯესი და ვოლტი. და ძალიან მაინტერესებს როგორ რა პირობებში, სავარაუდოდ გასინი იღებს ამაში მონაწილეობას, მაგრამ ახლა როგორც ვიცით, საერთოდ არ უნდა ნარკომანებთან მუშაობა და მხოლოდ იმისთვის აკეთებდა. გასი როგორც ასეთი კარგი ადამიანი არ არის აშკარად, ეგ ფაქტია. მაგრამ არ ვიცი, იმდენად მაგარი პერსონაჟი გახდა ამ ბოლო დროს, რომ უკვე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია. ის რომ ვოლტი და ჯესი ტოპ-4-ში ვყავს და მესამე ადგილზე ჰენკი, რა თქმა უნდა, ცხადია, მაგრამ სავარაუდოდ გასი უკვე ტოპ-5-ში მეყოლება. სავარაუდოდ კი. ვნახოთ ახლა როგორ შეიძლება ეს სიტუაცია. სოლის კაი პერსონაჟი, მაგრამ სოლს ცოტა ძირითადად სოლის როლი არის თავის ოფისში ყოფნა და ასე ერთმანეთთან დაკავშირება ვოლტის, ჯესის, გასის, კი ჯესისაც დაეხმარა სახლის დაბრუნებაში, უბრალოდ სახლის ყიდვაში, მაგრამ მომენტში მინდა რომ ისეთი როლი ქონდეს, როგორც იმის დროს. მეორე სეზონის მერვე სერიის Better Call Saul-ის, როგორ მალე იმას ხნა, რა ქვია. როგორ გადაარჩინა თახვი. სოლზე ნაკლებად ნერვიულობ, იმიტომ რომ სერიალი აქვს თავისი ახლა და იქ წარმოაჩენს თავს, მაგრამ რაღაც მხრივ მინდა რომ ძიმენენა შოუში უკვე კარგად იმას ქნეს, რა ქვია. უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისე, მაგრამ მოკლედ კამერა გაითიშა და ვიტყვი ასეთ რაღაცას, რომ მინდა რომ სოლი უფრო შედარებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ უფრო აქტიურად მინდა იყოს ჩართული კონკრეტულად იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ და როგორც ჯესისთან, როგორც ადვოკატი იყოს ჩართული რა, ასე ვიტყვი. იმიტომ რომ კი Better Call Saul-ში ვნახავთ ალბათ, მაგრამ Breaking Bad-ი ხო ცალკე სერიალია და ამიტომ ხო რა. აჯობებს ეგრე, რომ ვნახოთ კიდევ რამდენიმე მომენტი, თორე ისე სოლი ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟი არის სერიალში. ხო. კაი, მაშინ დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისხი ლайკი. მადლობა ყველას, გნახავთ შემდეგ ვიდეოში, გისურვებთ საუკეთესო დღეს, კარგად ბრძანდებოდეთ.